ასევე რაღაც გაგებით დამსაქმებლის ღალატს ვხედავთ ფილმში შემთხვევითი პაემნები, სადაც საპარიკმახეროს მეპატრონე, მასთან დასაქმებული დამხმარე პერსონაჟი, ამ თავარი გმირის ქმრისგან ფეხმძიმდება, მერე აგდებენ მას სამსახურიდან და რაღაც მცირე კომპენსაციით, მაგრამ მაყურებლის პერსპექტივიდან სამსახურიდან ასე გაგდება, მაინც რაღაცნაირად სამართლიანი ჩანს, ხო, კონტექსტიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევებში პირიქით დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის რაღაცნაირი ჭეშმარიტი მეგობრობაა, მაგალითად ფილმში კრედიტის ლიმიტი, მესამე ხარისხოვანი პერსონაჟი, მაღაზიის გამყიდველი, საკუთარ დამსაქმებელს, მაღაზიის მფლობელს, რომელიც თავის მხრივ არის უმპენიზაციის გზაზე მდგარი საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენელი, დიდი წვალებით და დიდი რაღაც რუდუნებით დაგროვებული ბოლო ფულით ეხმარება. იმისთვის რომ მევახშე გაასტუმრებინოს. ძალიან თბილი და რაღაცა მეგობრული ურთიერთობა ჩანს ფილმში სველი ქვიშაც კაფის მეპატრონესა და მიმტანს შორის. ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ფილმს არ აინტერესებს მშრომელი როგორც მშრომელი, არ აინტერესებს მშრომელის რეალური მდგომარეობა, არც სამუშაო პროცესი, არც შრომითი კონფლიქტი, არც ექსპლუატაცია. ხელფასზე დაფუძნებული შრომა თუ ჩანს, მხოლოდ როგორც ერთი, არც თუ ისე მნიშვნელოვანი ასპექტი ცხოვრების, რომელიც ხშირად აუცილებელიც კი არ არის თითქოს და თავისუფლად შეგვიძლია უარი ვთქვათ მუშაობაზე, სამსახურიდან წამოვიდეთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ პროგრესულმა ფორუმმა მოვამზადეთ საქართველოში კლასობრივი სტრუქტურის შესახებ კვლევა, ზოგადად კაპიტალისტური საზოგადოება არის უთანასწორო იერარქიული საზოგადოება, რომელიც შედგება კლასებისგან და ის თუ რომელ კლასს მიეკუთვნები ადამიანი, დიდწილად განსაზღვრავს შენს ყოფასაც და ცნობიერებასაც. კი და ჩვენ საქართველოს კონტექსტში გადავწყვიტეთ, რომ კლასობრივი კომპოზიციის კლასობრივი სქემა გვეკვлия და განაწილება მოსახლეობის კლასების მიხედვით. ხო, დღეს და რამდენიმე ვიდეოში თქვენთან ლიტა გურასთან ერთად ვეცდები, რომ გავშალო სოციალური კლასების შესახებ მსჯელობა, კონკრეტულად თანამედროვე ქართულ კინოში კლასების რეპრეზენტაციაზე დაკვირვების გზით. ხო, რომ განვმარტოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასეთი კლასობრივი სქემა და ასეთი განაწილება, ხო. აი, სოციალური იერარქიის სათავეში არის ის, რასაც უწოდებთ მმართველი კლასი, ანუ ერთი კაპიტალისტები, მსხვილი ბიზნესის მფლობელები და ტოპ მენეჯერები, რომლებიც ფლობენ და მართავენ საწარმო საშუალებებს და მეორე ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ბიუროკრატიის მაღალი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირებას. ხო, ეს მმართველი კლასი არის მოსახლეობის ძალიან მცირე ჯგუფი, რამდენიმე 1000 ადამიანი. შემდეგ მოდის ის, რასაც უწოდებენ წვრილ ბურჟუაზიას, რომელიც თან ფლობს საწარმო საშუალებებს. ხო, და მაგრამ თან თავადაა ჩართული წარმოების პროცესში. აქ სიმარტივისთვის შეგვიძლია გავაერთიანოთ როგორც მცირე დამსაქმებლები, პატარა ზომის საწარმოებით, მაღაზიებით და ასე შემდეგ. ხო, ისე თვითდასაქმებულები და ჯამში ეს ჯგუფი მოსახლეობის 6%-მდეა. შემდეგ ყავს ეგრეთ წოდებული საშუალო კლასი, ანუ კლასი, რომელიც ხელფასზეა დასაქმებული, მაგრამ არაა მშრომელი და პროლეტარი, ანუ არც კაპიტალისტია და არც მშრომელთა კლასს მიეკუთვნება, რაღაც ამ გაგებით არის საშუალო კლასი, ხო? აი ამ მეთოდოლოგიის მიხედვით. აქ შედიან მენეჯერები, ზედამხედველები და პროფესიონალთა კლასი, ანუ პროფესიონალებში მაგალითად გულისხმობთ აკადემიისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ექიმებს და ასე შემდეგ. ანუ ასეთი მოსახლეობა, ან მენეჯერების და პროფესიონალების კლასი არის სადღაც 9% მოსახლეობის. შემდეგ მოდის უშუალოდ მშრომელთა კლასი, პროლეტარიატი, რომელიც არც საწარმო საშუალებებს ფლობს და ამიტომ ყიდის თავის შრომას, თუმცა არც მენეჯერულ პოზიციაზეა და არც პროფესიონალთა
კატეგორიას მიეკუთვნება და ასეთი მოსახლეობა არის სადღაც 17%. პროლეტარიატის მერე მოდის მოვიაზრებთ ჩვენ წვრილ ფერმერთან იგივე გლეხების კლასობრივ პოზიციას, ანუ ხალხის, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში, ეს არის 15% მოსახლეობის და ბოლოს არის ქვეკლასი, უმუშევარი მოსახლეობა, რომელიც ვერც სოფლის მეურნეობით იჩენს თავს, ანუ ღარიბი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, რომელსაც უწოდებთ ლუმპენ პროლეტარიატს და ეს ნაწილი უხეშად მოსახლეობის ნახევარი. ორი სიტყვით ვიტყვი ამ კლასობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. ხო, რა ხდება საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ისევე როგორც სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მდიდრდება მცირე ჯგუფი საზოგადოების მასობრივი გაღარიბების ფონზე და რაც მთავარია მასობრივი გაღარიბების და მშრომელთა დასუსტების ხარჯზე. ხო, ანუ ერთი მხრივ ეს პროცესი შეგვიძლია გავიგოთ როგორც ძარცვის კლასობრივი პროექტი, მართველი კლასის მიერ ორგანიზებული, რომელიც 3 ათწლეულია ხორციელდება და მეორე მხრივ ეს არის მასების გაღატაკების, ლუმპენიზაციის პროცესი, ხო, დაქსაქსვის, ორგანიზების არდაშვების, მოსახლეობის ამ სოციალური იერარქიის ფსკერზე ჩაგდების პროცესი. სამწუხაროდ კლასობრივი ჩაგვრა, კლასობრივი კონფლიქტი, კლასობრივი იერარქია, თვითონ სიტყვა კლასიც კი ტაბუირებულია საქართველოში და ზოგადად მარგინალიზებულია სოციალური სამართლიანობის იდეები. ეს ასეა როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ისე ზოგადად საჯარო სივრცეში და აკადემიურ სივრცეში და ქართულ ხელოვნებაშიც დიდწილად. ხო, რაღაც ეტაპზე დავინტერესდი თუ რა მდგომარეობა ამ მხრივ ქართულ ფილმში. როგორ რეპრეზენტაციას გვთავაზობს სოციალური კლასების და სოციალური იერარქიის ქართული კინო, როგორ ესმის მას ადამიანისა და ბუნების ექსპლუატაციის პრობლემა, სიღარიბე, მისი მიზეზები, როგორია ფილმებში ხედვა უკეთესი მომავლის მათ შორის, ხო? ხედვა უფრო სამართლიანი საზოგადოებისთვის ბრძოლის და ასე შემდეგ. ანუ ერთი მხრივ საზოგადოებაში არსებულ რა იდეებს და პოლიტიკურ წარმოსახვას ირეკლავს ქართული კინო და მეორე მხრივ თავად რა იდეებს და რა ტიპის პოლიტიკურ წარმოსახვას აყალიბებს და აწარმოებს და ავრცელებს, ხო? კვლევის ფარგლებში შევისწავლე 90-იანი წლებიდან დღემდე გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმების 40%-მდე, 40%-ზე მეტი, პლუს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნაწილი და საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისად უფრო დიდი რაოდენობის ფილმი დაგროვდა იმისთვის, რომ მეცნიერული სიზუსტით ვისაუბრო დომინანტურ ტრენდებზე და დომინანტურ ნარატივებზე. ხო, მაგალითად, რაოდენობრივი ანალიზის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხშირად ფილმის მთავარ გმირებად გვევლინებიან პროფესიონალთა და მენეჯერთა კლასის წარმომადგენლები, განსაკუთრებით პროფესიონალები, ანუ აი ისევ და ისევ აკადემიის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ხო, ექიმები და ასე შემდეგ. და ჩემი დათვლით ისინი ფილმების თითქმის 40%-ში გვევლინებიან მთავარ გმირებად. ამ მხრივ მეორე ადგილზეა უმუშევარი ღარიბი მოსახლეობა, ქვეკლასი, რასაც ლუმპენ პროლეტარიატს უწოდებ, დაახლოებით 30%. ფილმების 30%-ში ისინი არიან მთავარი გმირები, ანუ საკმაოდ ხშირად და ყველაზე იშვიათად მთავარ გმირებად ხვდებით მართველ კლასს, მშრომელებს, წვრილ ფერმერებს, იგივე გლეხებს, ხო? ერთი რაც ნამდვილად არის ქართულ ფილმში აღბეჭდილი, ესაა საყოველთაო მოწყვლადობა, რომელიც სოციალური კლასების უმეტესობას ახასიათებს. ანუ გამჭოლი ფენომენია ამ მთლიან კლასობრივ იერარქიაში და ასევე ძალიან ხშირად ხვდებით ამ ლუმპენიზაციის, გაღატაკების პროცესს, ანუ სოციალური იერარქიის ფსკერზე ჩაგდების პროცესს, ხო? ასეთი ინტერესი ნაწილობრივ ალბათ ჩემი აზრით აიხსნება იმითაც, რომ ფილმების აბსოლუტური უმეტესობა არ არის კომერციული ფილმი, საფესტივალო ფილმებია, ანუ ძირითადად ფესტივალებისთვის კეთდება, ხო, საქართველოში ფილმები და ფესტივალების ეს რაღაც უზარმაზარი გლობალური ინდუსტრია ჩვენაირი პერიფერიული ქვეყნებისგან მოითხოვს იმას, რასაც უწოდებენ სოციალურ ფილმს, ხო, ან სოციალურ თემატიკაზე გადაღებულ ფილმს, ერთი სიტყვით ფილმებს სიღარიბეზე და გაჭირვებაზე. ანუ სიღარიბე და, უმეტესწილად სიღარიბეზე და გაჭირვებაზე, ხო? ანუ სიღარიბე და მოწყობილობა ჩანს ნამდვილად ქართულ ფილმში, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ადამიანების ეს გაჭირვებული, დამცირებული, ჩაგრული ყოფა
აი მათი ინდივიდუალური ტრაგედიები რაღაცნაირად არის გაბუნებრივებული. ანუ გაბუნებრივებულია, იმიტომ რომ როგორც წესი ფილმები არ გვაჩვენებს საზოგადოების ამ სავალალო ყოფის არც სათავეს, არც მიზეზებს, არც ავტორებს, არც ბენეფიციარებს, ხო, პირიქით ამ ყოფას წარმოაჩენს როგორც რაღაც ტიპის ბუნებრივ მოცემულობას და ბუნებრივ კატასტროფას, ხო? ხშირად მის რაღაც ტიპის რაციონალიზაციასაც აკეთებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ფოკუსით და ასე შემდეგ. ანუ რაც მთავარია, ისეთ მოცემულობას და ისეთ ბუნებრივ რაღაცა კატასტროფას, რომლის შეცვლის პოლიტიკური გზები საერთოდ არ ჩანს. ხშირია მაგალითად ფილმის ეს ტრაგიკული პერსონაჟები, რომ მიმართავენ მაყურებელს და მაყურებლისგან და რახანახა საფესტივალო ფილმებზე ვლაპარაკობ ძირითადად დასავლელი მაყურებლისგან ელიან და ითხოვენ მოწყალებას, ხო, ქველმოქმედებას, ემპათიას და არასდროს რეალურად პოლიტიკურ ქმედებას, იმიტომ რომ თავად პერსონაჟების ყოფა არაა ხოლმე პოლიტიკის შედეგი. არა პოლიტიკის შედეგი და შესაბამისად პოლიტიკითვე შეცვლა ამ მდგომარეობის შეუძლებელი ხდება, ხო? ეს არის მოკლედ ის მთავარი ზოგადი კრიტიკა, რომელიც ქართული სოციალური ფილმის მიმართ შეიძლება გქონდეს, მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა პრობლემაც ამ კუთხით, ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მხოლოდ რაღაც შინაარსობრივი კუთხით და არა მხატვრული თვალსაზრისით, ხო? და ეს პრობლემები მინდა რომ რამდენიმე ამ ვიდეოს ფარგლებში მოკლედ განვიხილო, შეგვიძლია მივყვეთ სხვადასხვა კლასის, ხო, განსაკუთრებით დაბალი ფენების რეპრეზენტაციის საკითხს და დავიწყოთ პროლეტარიატით, მშრომელთა კლასით, ხო? როგორ არის მშრომელთა კლასი რეპრეზენტირებული ქართულ კინოში. ქართული ფილმების აბსოლუტურ უმრავლესობაში მშრომელები, იგივე პროლეტარიატი, არც პირველ, არც მეორე და არც მესამე ხარისხოვან როლებში არ გვხვდებიან, მაგალითად მშრომელი მთავარი გმირი სულ 7 ფილმში არის, ხო, სადღაც დაახლოებით 80 სრულმეტრაჟიანი ფილმიდან, ფილმების ანუ 9%-ში და მეორე ხარისხოვან როლში მხოლოდ 4 ფილმში. რაც მთავარია, ანუ რეჟისორებს არ აინტერესებთ უშუალოდ სამუშაო ადგილი. არ აინტერესებთ წარმოების პროცესი, შრომითი ურთიერთობები და შრომითი ურთიერთობები არც ერთ ფილმში რეალურად არ არის გარდა ერთი გამონაკლისისა, ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა, არ არის ცენტრალური პრობლემატიკა. ასევე იშვიათად ხვდებით უსამართლო სამუშაო პირობებს და დამსაქმებელთან კონფლიქტს. ესე რაღაც ნახევრად ხუმრობით რო ვთქვათ, უფრო დიდი შანსია რუსულ ნაღმზე აფეთქებული მშრომელი ვიხილოთ ქართულ ფილმში, როგორც ეს ხდება ფილმში დაბადებულები საქართველოში, ვიდრე ექსპლუატირებული მშრომელი. არადა საქართველოში ქართულ რეალობაში სამუშაო ადგილას ექსპლუატაციას, ჩაგვრას და უსამართლობას აქვს თითქმის საყოველთაო ხასიათი და თან ეს არის ყველასთვის ცნობილი ფაქტი. ხო, ხშირად მშრომელებს უწევთ დაბალ ხელფასზე, დამამცირებელ პირობებში და სიცოცხლისთვის საშიში პირობებში მუშაობა, ისინი არიან სუსტები დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებში და საკუთარი ინტერესის დაცვის კუთხით, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე, რადგან არც კანონმდებლობა უმაგრებს ზურგს, ხო, არც პროფკავშირი, არც სამსახურიდან წასვლის ალტერნატივა აქვს რეალურად, იმიტომ რომ არა აქვს ფინანსური ბალიშები, დანაზოგები და არც სოციალური დაცვის სისტემა იმდენად გამართული, რომ რეალური მხარდაჭერა გაუწიოს. ხო, ასევე მაღალი უმუშევრობის პირობებში ადვილად და სწრაფად ჩანაცვლებადები არიან. ანუ ჩანაცვლებელთა დიდ არმიაზე მიუწვდება ყოველთვის ხელი დამსაქმებელს. სამწუხაროდ აი ამ რეალობის მხოლოდ მცირე ფრაგმენტები იპარება ხოლმე ქართულ კინოში. მაგალითად, მთავარ გმირებს ხანდახან მოსდით კონფლიქტი დამსაქმებლებთან, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, როგორც წესი, ეს კონფლიქტი სამუშაო ადგილის დატოვებით თავდება ხოლმე და მშრომელები არ ცდილობენ რეალურად საკუთარი ინტერესების დაცვას. ორ ფილმში დრამერი და მარილივით თეთრი მშრომელი მთავარი გმირები მოდიან სამსახურიდან თავად ამ რაღაცნაირ ხისტ და უზდელ დამსაქმებელთან შელაპარაკების გამო და ერთში და ჩვენ ვიცეკვებთ ასეთი უფროსი თავად აგდებს
დასაქმებულს სამსახურიდან. ამასთან აი დრამერში და მარილივი თეთრში დამსაქმებელთან ამ კონფლიქტის ჩვენების მიზანი არის იმის დემონსტრირება, რომ თუ როგორი რაღაცნაირი დაუმორჩილებელი და ძლიერი ინდივიდუალისტია გმირი. ხო, ანუ აქ ცნობილი ფრაზა რომ თუ არ გინდა წადი, გამოხატავს არა როგორც რეალობაში, ხო, დამსაქმებლის ძალაუფლებას, ფრაზა რომელიც მალავს რეალურად პროლეტარიატის სისუსტეს, ხო, მშრომელებისთვის რეალური არჩევანის არარსებობას. ამას კი არ გამოხატავს, არამედ გამოხატავს ინდივიდის რაღაც ტიპის მისაბაძ გამბედაობას, რომ ადგეს და წამოვიდეს. ხო, ანალოგიურად სამსახურის დატოვება თავისუფლების სიმბოლოა ფილმში დაბადებულები საქართველოში, სადაც ერთ-ერთი გმირი უეცად იაზრებს, რომ დაიღალა მოსაბეზრებელი საოფისე სამსახურით, სავარაუდოდ შრომელია იქ, თუმცა კარგად არ ჩანს, მოდის და სიამაყით უყვება მეგობარს, რომ აი გაბედა და წამოვიდა. ხო, ამასთან ერთად იმ იშვიათი შემთხვევებშიც კი, ხო, როცა დამსაქმებელთა მხრიდან უსამართლობას ვხედავთ, უგულებელყოფილია ხოლმე მშრომელთა კოლექტიური ქმედების შესაძლებლობა. და არა მხოლოდ უგულებელყოფილია, არამედ მაგალითად იგივე იმავე მარილივით თეთრში მთავარი პერსონაჟი, რესტორნის მიმტანი, ისევ რაღაც მისაბაძი სიმამაცე, მისი სწორედ აი საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა მიმტანებთან დაპირისპირებაში სურს რომ რეჟისორს რომ გამოხატოს. ხო, ანუ არა თუ კოლექტიური ქმედების შესაძლებლობა არ ჩანს აქ, არამედ კოლექტივთან დაპირისპირება იქცევა მშრომელების თუ მშრომელის პიროვნული სიძლიერის გამოხატულებად. ხო, რაც შეეხება მეორე თუ მესამე ხარისხოვან როლებს, აქაც როგორც თქვი, იშვიათად გვხვდებიან მშრომელები, თუმცა თუ გვხვდებიან, უმეტესად არც თუ ისე დადებით კონტექსტში. იმდენად რომ როგორც მაყურებელი იძულებული ხდები, რომ თუ რაღაცა ტიპის კონფლიქტური სიტუაცია დამსაქმებლებს ხარე დაიჭირო. მაგალითად, ფილმში რენე მიდის ჰოლივუდში, რომელზეც ბევრს ვილაპარაკებთ ალბათ შემდეგ ვიდეოებში, განსაკუთრებით ლუმპენ პროლეტარიატის დემონიზაციის კონტექსტში. ამ ფილმში ესეთ რაღაც პერიფერიულ პერსონაჟებად ვხედავთ პროფილაქტიკის ხელოსნებს. და ეს ხელოსნები რაღაცნაირი გამორჩეული იდიოტები არიან. ზოგადად დიდი კონკურენცია იდიოტებს შორის ამ ფილმში, მაგრამ ეს მუშები აშკარად იმარჯვებენ. პროფილაქტიკის მენეჯერიც კი ერთ ეპიზოდში იდიოტებს ეძახის მათ და როგორც მაყურებელი იძულებული ხარ დაეთანხმო მუშების ამგვარ შეფასებას და ამგვარ დამცირებას, ხო? ელდარ შენგელაიას ფილმში სავარძელი ყავს საოჯახო მშრომელები, სომეხი ცოლ-ქმარი ყველაფერთან ერთად, ხო, რომლებიც უარყოფითი პერსონაჟები არიან, მოღალატეები არიან, რაღაც გაგებით, მთავარ გმირს ღალატობენ, აწვდიან რა ამ ოჯახზე პირად ინფორმაცია ჟურნალისტს და აქაც მათ მიმართ დამსაქმებლის მხრიდან ძალადობა ფილმის ბოლოში ლეგიტიმური ჩანს მაყურებლისთვის. ასევე რაღაც გაგებით დამსაქმებლის ღალატს ვხედავთ ფილმში შემთხვევითი პაემნები, სადაც საპარიკმახეროს მეპატრონე, მისი დაქირავებული, მასთან დასაქმებული დამხმარე პერსონაჟი, ამ მთავარი გმირის ქმრისგან ფეხმძიმდება, მერე აგდებენ მას სამსახურიდან და რაღაც მცირე კომპენსაციით, მაგრამ მაყურებლის პერსპექტივიდან სამსახურიდან ასე გაგდება, მაინც რაღაცნაირად სამართლიანი ჩანს, ხო, კონტექსტიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევებში პირიქით დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის რაღაცნაირი ჭეშმარიტი მეგობრობაა, მაგალითად ფილმში კრედიტის ლიმიტი, მესამე ხარისხოვანი პერსონაჟი, მაღაზიის გამყიდველი, საკუთარ დამსაქმებელს, მაღაზიის მფლობელს, რომელიც თავისუფლება არის ლუმპენიზაციის გზაზე მდგარი საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენელი, დიდი წვალებით და დიდი რაღაც რუდუნებით დაგროვებული ბოლოფულით ეხმარება. იმისთვის რომ მევახშე გაასტუმრებინოს. ძალიან თბილი და რაღაცა მეგობრული ურთიერთობა ჩანს ფილმში სველი ქვიშაც კაფის მეპატრონესა და მიმტანს შორის. ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ფილმს არ აინტერესებს მშრომელი როგორც მშრომელი, არ აინტერესებს მშრომელის რეალური მდგომარეობა, არც სამუშაო პროცესი, არც შრომითი კონფლიქტი, არც ექსპლუატაცია. ხელფასზე დაფუძნებული შრომა თუ ჩანს, მხოლოდ როგორც ერთი, არც თუ ისე მნიშვნელოვანი ასპექტი ცხოვრების, რომელიც ხშირად აუცილებელიც კი არ არის თითქოს და თავისუფლად შეგვიძლია უარი ვთქვათ მუშაობაზე, სამსახურიდან
წამოვიდეთ, ხო? მეტიც ხშირად შრომელი სტიგმატიზირებულია, როგორც ან რაღაცა იდიოტი, ან პოტენციური მოღალატე და დემონიზირებულიც კი, როგორც ამას განსაკუთრებით ჭიათურაზე გადაღებულ ფილმებში ხედავთ და აი ჭიათურამ თავისი ძალიან მომნუსხველი გარემოთი, ამ მიტოვებული ინფრასტრუქტურით, ამ დეინდუსტრიალიზაციის რაღაცა პოსტაპოკალიფტური სანახაობით, თითქოს თან რაღაცა წინა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი შრომით, რომელსაც ეწევიან მიწაში ჩამძვრალი მაღაროელები, ძალიან საინტერესო და მომნუსხველია რეჟისორებისთვის, როგორც ჩანს და ზოგადადაც, ხო, რომელიც თითქოს ანუ გამზადებულია ეს ქალაქი ფილმის მიზანსცენად. აი, ერთი ისაა, რომ ქართველი რეჟისორები სამწუხაროდ და აშკარად ჭიათურასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებს და კითხვებს ვერ ხედავენ. ხო, აი ამ ქვეყანაში მგონი არავისთვის არ არის სიახლე, რომ ჭიათურა და მისი მიმდებარე სოფლები ნამდვილი ეპიცენტრია ბუნების და ადამიანების ექსპლუატაციის, რომელიც ორგანიზებულია მმართველი კლასის მიერ, მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის და სახელმწიფოს კოლაბორაციით და იწვევს უამრავ სოციალურ პრობლემას, ხო? ჰაერის, სასმელი წყლის, მდინარის, მიწის, საკვების დაბინძურება, სოფლების გადათხრა, დაავადებული ადამიანები, მშრომელთა ექსპლუატაცია და ჩაგვრა, მათი დაშინება და შანტაჟი, ხო? ეს პროცესები მუდმივად წარმოშობს უამრავ უსამართლობას და სოციალურ და შრომით კონფლიქტებს ქალაქშიც და ეხლაც როცა ვლაპარაკობთ, როცა ვწერთ ამ ვიდეოს, ეხლაც მიმდინარეობს, ეხლაც იბრძვიან ჭიათურელები სამართლიანობისთვის, მათი ოჯახებისა და ქალაქის მომავლისთვის, დაპატიმრებულებიც კი არიან მაღაროელთა წინააღმდეგობის ლიდერები და ასე შემდეგ. აი, ამ ყველასთვის ცნობილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით გასაკვირია, რომ ჭიათურაზე გადაღებულ არც ერთ ქართულ ფილმში, არც ერთ ქართულ ფილმს და ხას უსვამ ქართულს არ აინტერესებს კომპანიის და სახელმწიფოს ერთობლივი დანაშაული. ხო, ადამიანებისა და მათი საარსებო გარემოს განადგურება. და შესაბამისად არ აინტერესებს არც ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები. კონკრეტული მიზეზები და კონკრეტული დამნაშავეები. მაგალითად, მაღაროელებზე გადაღებულ არც ერთ ფილმში კომპანიასთან კონფლიქტი არ ჩანს. ანუ საწარმოში, სადაც ძალიან ხშირია გაფიცვა, შრომითი კონფლიქტი, ხო, შიმშილობა, პირის და ქუთუთუების ამოკერვა, კარავში ხანგრძლივი პროტესტი და როგორც თქვით, ახლა ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ასეთი პროტესტი, აი ასეთ კონტექსტში ჭიათურაში გადაღებული ქართული ფილმი უგულებელყოფს რეალური მაღაროელების რეალურ პრობლემებს. მაგალითად, კომპანიასთან კონფლიქტი არ ჩანს მოკლემეტრაჟიან ფილმ შავ თუთაში, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭს რაღაცნაირ კოშმარად აქვს ქცეული მაღაროელად მუშაობის დაწყების პერსპექტივა მამამისის მსგავსად. ხო, ანუ მამა მაღაროელი ყავს, რომელიც ეკაჩება მაღაროში დასაქმებისკენ, მიწისკენ ეკაჩება რაღაც გაგებით, მაშინ როცა ბიჭს უნდა ბჭყალებში ფრენა. ხო, ამზადებს სათამაშო თვითმფრინავებს და რაღაცა ამ ტიპის ოცნებებში არის, ვნება სამ რაღაცა ფრენისა, რომელსაც თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული მეგობარი გოგო კიდე უფრო უღვივებს ბიჭი აი ამ ჩაბუდებულ ცაში ფრენის ვნებას და გოგო ეუბნება რაღაც მომენტში რომ შენ განსხვავებული ხარ, იმიტომ რომ ფრენა გინდა ყველაზე მაღლა იფრინო და ასე შემდეგ. თუმცა ფილმის ბოლოს ბიჭი მამასთან და სხვა მაღაროელებთან ერთად ვაგონში ზის და მოკლედ მაღაროსკენ მიემართება და თან ოცნებობს ისევ გაფრენაზე. თუმცა ფილმს არ აინტერესებს, საერთოდ არ აინტერესებს რატომ ვერ ბჭყალებში მიფრინავს ეს ბიჭი, ხო, რატომ ეკაჩება მამა მაღაროსკენ, რა სოციალური ფონი, რა სოციალური უსამართლობა განაპირობებს ამ ყველაფერს. მით უმეტეს არ ჩანს საერთოდ კონკრეტულად მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ექსპლუატაციის საკითხები და სხვა მსგავსი თემები. ასევე არ ინტერესდება ამ საკითხებით ფილმი ბოროტმოქმედი, რომლის სიუჟეტიც ჭიათურაში ვითარდება და მანგანეში დასაქმებულ ადამიანზე. ფიგურირებენ თავად მაღაროელების და ხშირად რაღაც უცნაურ და ასე თუ ისე სასიამოვნო სახეებს ხედავთ მაღაროელებისგან, ხო? ორ ფილმში ჩაისუნთქე და ამოისუნთქე და მოქალაქე წმინდანი, მაღაროელთა კოლექტივი ძალიან მნიშვნელოვანი ფონური პერსონაჟია და დუმარე და თავარია საშიში მასა.
მაგალითად, ფილმში ჩაისუნთქე ამოისუნთქე ჭიათურელი მაღაროელები პირდაპირ დემონიზებულები არიან, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც კონსერვატიული და მოძალადე საზოგადოების სიმბოლო. არა მარტო მაღაროელია ის, ვინც კლავს მთავარი გმირის ირინას ქვიარ მეგობარს პაემანზე, არამედ ბოლო სცენაში, ახალი ცხოვრების დასაწყებად სახლიდან გაქცეული ირინა ქუჩაში საპირისპირო მიმართულებით მომავალი მაღაროელების მსვლელობას შეეფეთება, ანუ იდეა არის ის, რომ ეს მთავარი გმირი ახალი ცხოვრების დაწყებით სახიფათო გზას ადგას დინების საწინააღმდეგოდ, მტრულ გარემოში და აი ამ დინების და მტრული გარემოს სიმბოლო ჩაფხუტიანი და ფანრიანი მაღაროელები არიან. ხო, ძალიან საინტერესოა ფილმი მოქალაქე წმინდანი ამ მხრივ. ფილმში ჯვარზე გაკრული მაღაროელი, რომელსაც მაღაროელები თვლიან წმინდანად დაითაყვანებიან, უეცრად გაცოცხლდება და იწყებს რიგით მუშაობას მაღაროში, თუმცა მუშები უკმაყოფილოები არიან, იმიტომ რომ მხოლოდ ჯვარზე გაკრულს მოქონდა მათთვის იმედი და მაღაროში ჩასვლის мотиваცია და ეხლა უბრალოდ თანამშრომლად ქცეული წმინდანი არაფერში აღარ სჭირდებათ, ხო? ამიტომ ჯერ მუშაობაზე ამბობენ უარს და მერე კოლექტიური წერილით მოქალაქე წმინდანის ისევ ჯვარზე გაკვრას ითხოვენ, რომ გააგრძელონ მანგანეზის მოპოვება. აი ამ მაღაროელების მასასა და მოქალაქე წმინდანს შორის შუამავლად გვევლინებიან ქალაქის ხელისუფალი და კომპანიის უფროსი. ანუ გარკვეულწილად ისაც უწოდეთ მართველი კლასი, ხო? აი მართველი კლასი, რომელსაც ეცოდება წმინდანი, განსხვავებით მაღაროელებისგან, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ისინი უფრო ემპათიურები არიან რაღაც გაგებით. მაგალითად, კომპანიის უფროსი და ხელისუფალი უღიმღამოდ აცნობენ წმინდანს მშრომელთა წერილს და აძლევენ რაღაცა ოფიციალური იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც თუ მოაწერს ხელს და თუ დათანხმდება წმინდანი ისევ ჯვარზე გააკრავს. ხელისუფალი ეუბნება ხალხის უმრავლესობა ამას ითხოვსო, მაგრამ შენ რაღაცა უფლებები გაქვს და თუ გინდა დათანხმდები, თუ გინდა უარს იტყვიო. ანუ აშკარად გული შესტკივა წმინდანზე, როგორც ადამიანზე, რომელსაც რაღაცა უფლებები აქვს, ხო? წმინდანი ბოლოს ხელს აწერს, რა გაეწყობაო, ამბობს ხელისუფალი და აკრავენ ჯვარზე, ხო? და აი ამ გოლგოთისკენ გზაზე ხელისუფალი ძალიან დაღვრემილი შეყურებს წმინდანს, ძალიან განიცდის მოკლედ ამ ყველაფერს. ყველაფერთან ერთად აქ კარგად ჩანს ჩემი აზრით, რომ ეს ფილმი პირველ რიგში საფესტივალოა, სხვანაირად რთული წარმოსადგენია, რომ ქართველმა მაყურებელმა ხო დაიჯეროს, რომ ჯორჯიან მანგანეს და ხელისუფლებას ვინმე დაასწრებს ხალხის ჯვარზე გაკვრას, მანგანეს მოპოვებას, რომ რეალურად პრობლემა შეექმნას. ფილმის ბოლოში ჯვარზე გაკრული წმინდანი გაუჩინარდება, ერთგვარად აღსდგება, მოდის კომპანიის უფროსი, რომელსაც არ სჯერა აღდგომის ესეთი ბრმა მორწმუნე არაა, როგორც ჩანს, როგორც მაღაროელები არიან, მოკლედ აბრალებს დარაჯს, რომ გააპარა წმინდანი, ამუნათებს მას, როგორ არ გეცოდება ხალხიო, ეუბნება, ბოლოს თავად დარაჯს გააკრავენ ჯვარზე, მაინც ვერ იცნობენ მაღაროელები და ვერ გაარჩევენო და მთავარი ჯვარზე ვინმე იყოს გაკრულიო. მოკლედ ერთი სიტყვით თავარია ჯვარზე ვინმე იყოს გაკრული და მუშა მაღაროში ისევ შევა. ერთი სიტყვით კაპიტალის და სახელმწიფოს ერთობლივი ქმედებით, ბუნებისა და ადამიანის ექსპლუატაციის ამ ეპიცენტრში ექსპლუატაციაზე საუბრის ნაცვლად ფილმი ირჩევს რაღაცა სოციალური და ისტორიული კონტექსტის მიღმა, სიკვდილ სიცოცხლის და რწმენის საკითხებზე რეფლექსიას. ანალოგიურად ამგვარ ეგრეთ წოდებულ მარადიულ საკითხებზე საუბარს არჩევს დოკუმენტური ფილმი სინათლის ქალაქი. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი საუბრობს ფილმის შექმნის мотиваციაზე და ამბობს, რომ პირველად რომ ჩავიდა ჭიათურაში, თიდან გადმოხედა ქალაქს და შეგრძნება გაუჩნდა, რომ იქ ოდესღაც ძალიან ძველი ცივილიზაცია, განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, მერე დიდი ხნის წინ რაღაც კატაკლიზმი მოხდა და ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა, ანუ სადღაც გადასახლდა და იქ ვინც დარჩა, მას არანაირი კავშირი აღარ აქვს ამ ცივილიზაციასთან. იფიქრა რეჟისორმა, რომ ბუნებამ დაიბრუნა ის, ანუ მთელი ეს ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, რომელიც მას ბუნებას ოდესღაც წაართვეს, ხო? ანუ ჭიათურის მდგომარეობის ესეთი
ბუნებრივ რაღაც კატაკლიზმად მოხსენიება ძალიან სიმპტომატურია არა მარტო ამ ფილმისთვის, არამედ ზოგადად იმისთვის, რასაც ქართულ სოციალურ ფილმს ვუწოდებთ, ხო? განადგურებული ან ძალადობრივი, გაღატაკებული გარემო, რომელიც ქართულ ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები, როგორც წესი გვიტოვებს ამ შთაბეჭდილებას, რომ რაღაც კატაკლიზმი მოხდა, რომლის მიზეზებიც და ავტორების თითქოს ჩაკარგულია ისტორიაში, ისტორიის ქარცეცხლში, ხო და ჩვენ მხოლოდ ის გადაგვჩენია, რომ აი ამ განადგურებული ცივილიზაციის ნარჩენებზე რაღაცა პოეტური რეფლექსიას მივეცეთ პოეტურს, ხო? რა ხდება ფილმში? ფილმში ჭიათურის ამ პოსტაპოკალიფტურ გარემოში ცხოვრება გრძელდება. ანუ ადამიანები პოულობენ გასართობსაც, შემოქმედებითი რეალიზების გზებსაც, მაგალითად მაღაროელები სამუშაოსგან თავისუფალ დროს თამაშობენ ადგილობრივ თეატრში, სპექტაკლში, მუსიკის მასწავლებელი ბავშვებს სიმღერაში ამზადებს, თავად ფერის ქორწილებში და ასე შემდეგ. ეხლა საინტერესო რა არის აქ? საინტერესოა, რომ ფილმის ბოლოში გამოტანილია შუა საუკუნეების იტალიელი თეოლოგის ტომაზო კამპანელას ციტატა, მისი კლასიკური ნაშრომიდან, რომლის სახელსაც ატარებს ფილმი. ისინი მდიდრები არიან, რადგან არაფერი სურთ, ღარიბები, რადგან არაფერი აბადიათ, ამიტომ ისინი გარემოებების სხვერპლი კი არ არიან, არამედ გარემოებები ემსახურება მათ. სინამდვილეში კამპანელას ნაშრომი ხატავს უტოპიურ საზოგადოებას, სადაც გაუქმებულია კერძო საკუთრება. ხო, როგორც ყველა პრობლემის სათავე და ხალხი რესურსებს რაღაც ტიპის საერთო საკუთრებაში ფლობს, ანუ კომუნიზმია რეალურად ქალაქში, არც მეტი, არც ნაკლები და საინტერესოა ის, რომ სწორედ აი ამ კონტექსტში, მოკლედ აი ამ წარმოსახვით რაღაც კომუნისტურ საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანებზე წერს კამპანელა და მათ მიემართება ეს ციტატა. ანუ ისინი არ არიან არც მდიდრები და არც ღარიბები ტრადიციული გაგებით, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაცა სხვა ტიპის მოწყობასთან გვაქვს საქმე. თუმცა რეჟისორი სრულად ცლის ამ კომუნისტური იდეისგან ციტატასაც და მთლიანად ფილმსაც. მთელი ამბავი, ჩემი აზრით, უფრო იმ პოპულარულ გამონათქვამს გვაგონებს, რომ როცა ცხოვრება გაძლევს ლიმონს, გააკეთე ლიმონადი, ხო? ეს ანუ პოზიტიურად იფიქრე, რაღაც გაგებით, ხო? ცუდი სიტუაციაც შენ სასარგებლოდ მოატრიალე და ასე შემდეგ. ანუ ეს გამონათქვამი, რომელიც ახლა ვახსენე, უკავშირებენ ხოლმე ამ გამონათქვამს დეილ კარნეგის, რეალურად ერთ-ერთ მამას იმისა, რასაც უწოდებთ self-help-ის კულტურას, ან თვითდახმარების კულტურას, ხო? ინდივიდუალური კრეატიულობის, ანტრეპრენერობის კულტურას, რომელიც კარგად ეზავება და ამყარებს და ამტკიცებს ნეოლიბერალურ კულტურას, ამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის კულტურას და როგორც ვთქვი, ეს ციტატა უკეთესად გამოხატავს ჩემი აზრით რეჟისორის სათქმელს, ვიდრე კამპანელას იდეები. რატომ? იმიტომ რომ ფილმის პერსონაჟები განადგურებულ გარემოში პოულობენ სულიერ სარჩოს, ინარჩუნებენ შემოქმედებითობას, აი ამ ბუნებრივი თუ რაღაც კატაკლიზმის პირობებში პოულობენ და ტკბებიან რაღაცა სინათლის სხივებით ამ ჩამომდგარ წყვდიათში, ხო? ზოგადად რთულია ახსნა, საიდან მოდის აი ის ნება, რომ ჭიათურაში შენ წინაშე მართლა ხელის გულზე გადაშლილი დანაშაული სახელად ადამიანების და ბუნების ექსპლუატაცია, აქციო არა გამოძიების საგნად, ხო? არამედ რაღაც პოეტურ პროდუქტად, რომელიც ისტორიისა და კონტექსტის მიღმა. სიკვდილის და სიცოცხლის შესახებ, წმენის შესახებ და ასე შემდეგ, ხო? თან ამავე დროს ისეთ პროდუქტად, რომლის დამზადებისთვისაც მე მადლობას ვუხდი თავად დამნაშავეს ამ შემთხვევაში კომპანიის სახით და თითქმის ყველა ფილმში ხვდებით მოკლედ ტიტრებში მადლობას ჯორჯია მანგანეზის მიმართ. ერთი ფილმი, რომელიც არ უხდის მადლობას ჯორჯია მანგანეს პირიქით, როგორც რეჟისორი ამბობს, ყველანაირად შეავიწროა კომპანიამ გადაღების პროცესში, არის ქართულ-კანადური წარმოების ფილმი, კანადელი რეჟისორით და სცენარისტით, რომელიც ჭიათურაზეა, საუბარია მოკლემეტრაჟიან ფილმზე ჭიათურა. მხოლოდ ამ ერთადერთ ფილმში, ჩემთვის უცხოურ ფილმში, გვხვდება კაპიტალისტებთან დაპირისპირება კაპიტულაციის გარეშე, ხო, საკუთარი კოლექტიური და კლასობრივი ინტერესისთვის ბრძოლის და სოლიდარობის მაგალითი. ფილმში საბაგიროს ოპერატორი ქალი, ეთერი, რომლის ქმარიც მაღაროში
დაიღუპა გამწარებული ქალი, მაღაროელების მორიგი წარუმატებელი გაფიცვისა და შიმშილობის შემდეგ გადაწყვეტს დაუპირისპირდეს მოსამართლობას კომპანიის სახით. ეთერი იმარჯვებს სანადირო თოფს, იარაღდება მოკლედ თოფით და აჩერებს საბაგიროს მუშაობას პროტესტის ნიშნად, დგამს მოკლედ ამ წინააღმდეგობას, თუმცა მას ბოლოს პოლიცია აპატიმრებს, მიყავთ განყოფილებაში და ყველაზე საინტერესო ხდება იწყება ამის შემდეგ ბოლო სცენებში ეთერის ადგილას დანიშნული ახალი ოპერატორი ქალი რეალურად აგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ხო, ისიც აჩერებს საბაგიროს და საბაგიროს ვაგონში ასული კომპანიის მენეჯერს და მის სტუმრებს პიჯაკებში გამოწყობილს გამოკიდებს ჰაერში. ანუ თუ ეთერის წინააღმდეგობა უფრო ასეთი განწირული ქმედება იყო, განწირულ ქმედებას გავდა, აი ეს ბოლო სოლიდარული აქტი იმედს გვიტოვებს და გვისახავს, რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ბრძოლა გრძელდება კიდეც რეალობაშიც, ხო? მოკლედ ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მხოლოდ კანადელმა რეჟისორმა შეძლო, რომ ჭიათურაში ჩასულს დაინახა ყველაზე თვალშესაცემი რამ, რაც იქ ხდება, ხო? ექსპლუატაცია და ექსპლუატატორი კომპანია და მისი დამხმარე სახელმწიფო. რაც მთავარია, შეძლო წარმოედგინა და ეჩვენებინა აი ამ ექსპლუატაციასთან შრომელების დაპირისპირება, მათ შორის შრომელებს შორის სოლიდარობა და მათი კოლექტიური ქმედება, ხო, კოლექტიური აგენტობა. ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ მხატვრულ ფილმებზე, მაგრამ რა კი გავახსენე დოკუმენტური ფილმი, არ შემიძლია რა ვახსენო ასევე თეკლა ასლანიშვილის და გიორგი გაგოშიძეს ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი ჭიათურაზე, ჯოჯოხეთის ქვა, რომელიც სწავლობს ქალაქს როგორც ექსტრაქტივისტულ ზონას, მოპოვების და ამოღების ზონას, სოფლიო ეკონომიკური სისტემის კონტექსტში, სადაც ხედავთ ჭიათურის ამ მდგომარეობის მიზეზების რეალური გამოძიების მცდელობას. რომ შევაჯამო, როგორც თქვი, კლასობრივი საკითხები, კლასობრივი პერსპექტივა, მათ შორის მშრომელთა მდგომარეობა ზოგადად განდევნილია საჯარო აკადემიური პოლიტიკური სივრციდან და როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ირეკლავს ქართული კინოც, ხო? და არა და ქართულ კინოს შეუძლია იყოს ინიციატორი ამ თემებზე მსჯელობის და ფართო საზოგადოების ჩართვის. შემდეგ ვიდეოებში ვის გავაგრძელებთ საუბარს დაბალი ფენების რეპრეზენტაციაზე, განსაკუთრებული ფოკუსით ლუმპენ პროლეტარიატზე და ლუმპენიზაციაზე, ანუ გაღატაკების პროცესზე და სიღატაკეზე და რაც თავარია, როგორ ხედავს ქართული კინო მიზეზებს ამ პროცესის და როგორ ხედავს გამოსავალს ამ ყველაფერს.